მოგესალმებით ყველას. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებ საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვანი თემის შესახებ. ეს გახლავთ რუნები. განვიხილავთ იმას თუ რას ნიშნავს და რას წარმოადგენს ეს საინტერესო მაგიური სიმბოლოები და რა თქმა უნდა ვეცდები რომ აგიხსნათ საერთოდ რას ნიშნავს სიტყვა რუნა ან მრავლობითში რა თქმა უნდა რუნები. ძალიან ბევრმა ადამიანმა ამის შესახებ ჯერ კიდევ არ იცის და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ თემას შევეხო აგრეთვე ჩვენს არხზეც. მართალია წლების წინ არაერთი სტატია მიუძღვენი ამ თემას, თუმცა ეს სტატიები ქვეყნდებოდა კონკრეტულად Facebook-ის მეშვეობით. ახლა კი გვეძლევა საშუალება რომ ჩავწეროთ ეს ყველაფერი უკვე ვიდეო ფორმატში. მას შესაძლოა უპირველეს ყოვლისა შევეხები თავად სიტყვა რუნას. სწორად წარმოითქმება მხოლობით რიცხვში რუნა, ხოლო მრავლობით რიცხვში რუნები. სიტყვა რუნა თავისთავად ითარგმნება როგორც გარკვეული სახის საიდუმლო დაფარული ცოდნა ან გარკვეული გასაღები ცოდნისკენ. ისევე როგორც სიტყვა არკანუმ, რომელსაც ვხვდებით მაგალითად ტარო სისტემასთან მიმართებით. გარკვეულწილად შეიძლება ითქვას, რომ სიტყვები რუნა და სიტყვები არკანი ან არკანუმ არის ერთი და იგივე, თუმცა რუნების სახელით ჩვენ ვიხსენიებთ არა გამოსახულებებს, როგორც სურათებს მაგალითად ტაროს არკანებში ან გარკვეულ ნახატებს, არამედ რუნების სახელით იხსენიება გარკვეული სახის დამწერლობები და გარკვეული სახის ესე ბრწყალებში ვთქვათ ალფაბეტი, რომელიც თავისთავად წარმოადგენს გარკვეულ ენერგიას და გარკვეულ ცოდნას. ბევრ ადამიანს გონია, რომ აქ წარმოდგენილი რუნები და სხვა მსგავსი გამოიყენებოდა კონკრეტულად დამწერლობისათვის და კონკრეტულად რაიმე სახის სიტყვიერი გზავნილის გადასაცემად. მიუხედავად ამისა, ისტორიულად ეს ნამდვილად არ მოწმდება და პირიქით მიჩნეული არის, რომ რუნები თავიდანვე დასაწყისიდანვე იყო განკუთვნილი კონკრეტულად მაგიური პრაქტიკისათვის. და უკვე მხოლოდ ამის შემდეგ როდესაც მოხდა გარკვეული ისტორიული მოვლენები, გარკვეული რეფორმები, თუნდაც კულტურული კუთხით, რელიგიური კუთხით, ამის შემდეგ უკვე რუნების გამოყენება უფრო მეტად გახდა აქტუალური დამწერლობის კუთხითაც. სავარაუდოდ შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი იმისათვის კეთდებოდა, რომ რუნები საერთოდ არ გამქრალიყვნენ, არამედ თუნდაც ამ ფორმით გადმოცემულიყო ეს და მოეღწია დღემდე, თუმცა რა თქმა უნდა ამის შესახებ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. მას შესაძლოა რა არის რუნები? პირველ რიგში სიტყვა რუნების გაგონებისას უმეტესობა ადამიანს თვალწინ წარმოუდგება აი აქ მოცემული 24 სიმბოლო. ეს არის ძველი ჩრდილოური რუნები, 24 რუნისგან შედგება, რომელსაც უწოდებთ უფროს ფუტარკს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაზე ალბათ გავრცელებული და პოპულარული ბრწყალებში ვთქვათ რუნების სახეობა, არსებობს კიდევ არაერთი და საკმაოდ მრავალი რუნების სახეობები. როგორც შეიძლება იყოს ნორტუმბრიული რუნები, ანგლოსაქსონური რუნები, როგორც შეიძლება იყოს სლავური რუნები, კოლხური რუნები თუ ასე შემდეგ. ანუ უპირველეს ყოვლისა მინდა რომ გავმიჯნოთ სიტყვა რუნა კონკრეტულად სკანდინავური და გერმანული წარმოშობის ერებისა და მათი კულტურისგან, რადგან რუნებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი დედამიწის ნებისმიერ წერტილში. რადგან როგორც თავიდანვე ვახსენე, რუნა ეს არის გარკვეული სიმბოლო, გარკვეული შეიძლება ასო, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ რაიმე ცოდნას, რაიმე დაფარულ საიდუმლო ინფორმაციას. მას შესაძლოა დღეს მე რა თქმა უნდა არ ვისაუბრებ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ და აგრეთვე სხვა დანარჩენ რუნულ ფუტარკებსა თუ კომბინაციებზე, არამედ შემოვიფარგლებით ძირითადად ამ კონკრეტული, ანუ უფროსი ფუტარკით. უფროსი ფუტარკი შედგება 24 სიმბოლოსგან, თითოეულ მათგანს აქვს თავისი შესაბამისი სახელი, თავისი შესაბამისი ჟღერადობა და რასაკვირველია თითოეული მათგანი ატარებს უნიკალურ და განსხვავებულ ენერგიას. მას შესაძლოა პირველი რუნა ეს არის ფეჰუ, შემდგომ გვაქვს ჩვენ ურუს, თურს, ან იგივე თურისას, ანსუზი, რაიდო და კენო, ან კენაზი. ბევრ ადამიანს უჩნდება კითხვა, რას ნიშნავს სიტყვა ფუტარკი და რატო ქვია საერთოდ ფუტარკი კონკრეტულად აი ამ რუნულ გარკვეულ ალფაბეტს. ძალიან მარტივი ამაზე პასუხი, იმიტომ რომ თუ დააკვირდებით ზედა მწკრივს, სადაც არის F, U, T, A, R და K. ფეჰუ, ურუს, თურს, ანსუს, რაიდო და კენო. ეს რუნები ქმნიან ზუსტად სიტყვას ფუტარკ. თავიანთი თანმიმდევრობით, რა თქმა უნდა. ეს უბრალოდ ისეთი პატარა ფაქტია, რომელიც აღნიშნე,
რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მაინც კითხულობს ამას და აღნიშნავს. მაშასადამე, კეროს შემდეგ მომდის აქ გიბუ, ვუნიო, ჰაგალ, ნაუდის, ისა, იერა, ეივას, ბერთო, ალგის, სოულუ, ან იგივე სიგელ. აგრეთვე აქ არის დეივას, ბერკან, ეჰვას, მანას, ლაგუს, ინგუს, დაგას ან დაგრ და ბოლოს რა თქმა უნდა ოდალი ან იგივე ოთალა. ზოგიერთი რუნის სახელი წარმოითქმება სხვადასხვანაირად, ესე ვიტყოდი, აქ უკვე გარკვეულ ისტორიულ და კულტურულ ფაქტორებს აქვთ ძალიან დიდი როლი, თუმცა მთლიანობაში ვფიქრობ, ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია. მაშასადამე, რაში გამოიყენება რუნები და რა ცოდნას ატარებს თავისთავად ეს საინტერესო ბრწყალებში ვთქვათ, რა თქმა უნდა, ალფაბეტი. თითოეული რუნის სტრუქტურა განასახიერებს გარკვეულ სამყაროსეულ კანონებს და გარკვეულ ინფორმაციას. ისტორიულად მრავალი საუკუნის მანძილზე, კერძოდ კი დაახლოებით პირველიდან მე-7 საუკუნეამდე იყო მათი გამოყენება ძალიან აქტუალური. შემდგომ უკვე ეს, რა თქმა უნდა, მათთვის სახასიათო ტერიტორიაზე შუა საუკუნეების პერიოდშიც ხდებოდა, თუმცა შედარებით ნაკლებად. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ცოდნამ მოაღწია ჩვენამდე, ანუ დღემდე, 21 საუკუნემდე. რუნები თავისთავად ითვლება, რომ წარმოიშვა სკანდინავიის ტერიტორიაზე, ამ ცივ, მკაცრ, გაყინულ მთებში, რომელიც იყო სავსე მებრძოლი ადამიანებით. გარდა მათი ესეთი ბრძოლის გარკვეული ენერგიით და გარდა აი ამ ძლიერი მუხტისა, რა თქმა უნდა, მან არსებობდა მიწათმოქმედებაც და ძირითადად ადამიანთა, რა თქმა უნდა, ბრჭყალებში ვთქვათ, კატეგორიებიც იყო ზუსტად ეს ორი, მებრძოლები და მიწათმოქმედები. ამიტომ რუნების გამოყენება ხდება როგორც საბრძოლო მაგიაში, უშუალოდ თავდაცვისთვის, ან თუნდაც გარკვეული სახის შეტევისთვის, მართალია მე არ ვარ მომხრე მაგიური კუთხით ადამიანებზე თავდასხმის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს თუნდაც კონტრშეტევის კუთხით. გამოიყენება რუნები თავდაცვისთვის, შეტევებისთვის, კონტრშეტევებისთვის, მაგრამ გარდა ამისა, ისინი გამოიყენება ნებისმიერი სახის საყოფაცხოვრებო თემასთან მიმართებითაც. როგორც შეიძლება იყოს პარაქის მოზიდვა, ფინანსების მოზიდვა, შეიძლება ეს იყოს, რა თქმა უნდა, აგრეთვე სასიყვარულო სფეროები, შეიძლება ეს იყოს ჯანმრთელობის სფეროები და სხვა ნებისმიერი. რუნებისთვის შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი ლიმიტი დაწესებული რაც არსებობს, ეს არის ადამიანის ფანტაზია და რა თქმა უნდა, მისი უნარებისა და პროფესიონალიზმის გასაქანი. სხვა შემთხვევაში შეიძლება ნებისმიერი სახით მათი გამოყენება. რასაკვირველია, რუნების მეშვეობით ჩვენ ვერ ვისწავლით ისეთ რაღაცებს, როგორც არის ცაში ფრენა, ლევიტაცია, ხელების მეშვეობით ცეცხლის ნანთება და ასე შემდეგ, ეს არ არის ჯადოსნობა, მაგრამ თითოეული მათგანი ნამდვილად ატარებს ძალიან დიდ კოლოსალურ ენერგიას. მაშასადამე, როგორ გამოიყენება ახლა კონკრეტულად ეს რუნები? კლასიკურად ხდება რუნების დატანება რაიმე სახის ობიექტზე და შესაბამისად ხდება იმ ობიექტის ენერგეტიკულად დამუხტვა, შესაძლოა აგრეთვე ამაში ადამიანმა გამოიყენოს სიტყვიერი მაგია, როგორც შეიძლება იყოს ლოცვები ან შელოცვები, შეიძლება ეს იყოს, რა თქმა უნდა, აგრეთვე სარიტუალო ცერემონიალური მაგია. რა თქმა უნდა, შესაძლებელია პირდაპირ ესეთი სუთა ენერგეტიკული მიდგომითაც მათი გამოყენება. ძირითად შემთხვევაში ძველად რუნების დატანება ხდებოდა ხოლმე ხეზე, ძვალზე, ქვაზე, იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა აგრეთვე მეტალზეც. გარდა ამისა, შესაძლებელი არის პრინციპში მათი დატანება აბსოლუტურად ნებისმიერ ობიექტზე, რაც კი გაგიხარდებათ. თუმცა სასურველია მათი გამოყენება კონკრეტულად ბუნებრივი მასალისგან შექმნილ ობიექტებზე. განსაკუთრებით კარგად მუშაობს რუნები ქვებზე და აგრეთვე ხეზე. ძვლების გამოყენება, რა თქმა უნდა, აგრეთვე ეფექტურია, თუმცა პირადად მე ვთვლი, რომ არ არის აუცილებელი რაიმე სახის ესეთი ბრჭყალებში ვთქვათ მკვდარი ქსოვილი და ცოცხალი ორგანიზმიდან აღებული ქსოვილებით სხვადასხვა ესეთი დეტალები ავიღოთ, რადგან ძვლებთან მუშაობა შედარებით რთულია. იმიტომ რომ ძვლები და სხვა მსგავსი, რა თქმა უნდა, ობიექტები საკმაოდ სპეციფიკურ ენერგიას ატარებს და პიროვნებამ, რა თქმა უნდა, იცოდეს ამ ყველაფრის სწორად მართვა და ყველაფრის სწორი დანიშნულება. ჩემი პირადი პრაქტიკით შემიძლია ვთქვა, რომ რუნები ალბათ ყველაზე ეფექტური და ყველაზე კარგი არის ქვებთან და ხეებთან მიმართებით, სხვათა შორის ყველაზე მეტადაც უხდება. თუმცა გარდა ამისა, მათი გამოყენება შეიძლება ქაღალდზეც, პერგამენტზეც და ზოგიერთი ადამიანი აგრეთვე
მათ სხეულზეც დაიტანს ხოლმე. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება რა თქმა უნდა ტატუირება და კონკრეტულად სვინინგის სახით მათი ტარება და აგრეთვე დავამატებ რომ ჩემი დიდი რეკომენდაცია არის და დიდი გაფრთხილება რომ ისინი არავინ არ გამოიყენოთ ტატუს სახით. არამედ ხდება ხოლმე მათი დატანება კონკრეტულად რაიმე კალმით, მარკერით თუ სხვა მსგავსი საშუალებით, რაც რა თქმა უნდა დროებითია და რომლის ჩამობანა და მოშორებაც არის ავსებით შესაძლებელი. რუნების მეშვეობით შეიძლება დამზადდეს გარკვეული სახის ამულეტები, გარკვეული სახის თილისხმები, იმისათვის რომ რაიმისგან დაგვიცვას, ან რაიმე მოიზიდოს ჩვენს ცხოვრებაში, ან პირიქით რა თქმა უნდა რაიმე განიზიდოს და თუ რაიმე არსებობს თქვენს ცხოვრებაში არასასურველი, რომ მოხდეს ამის მოშორება. ზოგიერთ შემთხვევაში რუნები აგრეთვე გამოიყენება ენერგეტიკულ წმენდვებშიც, აგრეთვე ხანდახან ხდება მათი გამოყენება ადამიანის პირად ნივთებზე, ქონებაზე, ზოგიერთ შემთხვევაში სხვათა შორის ცხოველებზეც, მათი დაცვისთვის, პარაქიანობისთვის, ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ. მას შესაბამე, უკანასკნელი თემა ალბათ რასაც შევეხებოდი, ეს არის მცირე რეკომენდაციები და მცირე გაფრთხილებები მათთვის, ვინც ინტერესდება რუნებით. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ რუნები არის უბრალოდ გარკვეული სახის ალფაბეტი, რომელიც თავისთავად არანაირ ენერგიას ატარებს. ეს არის საკმაოდ ძლიერი იერარქია, ასე ვიტყოდი და ხასიათიც მათი არის, როგორც მიხვდებოდით უკვე, საკმაოდ მკაცრი და საკმაოდ ისეთი ძლიერი, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ეს სიმბოლოები ოდითგანვე უკავშირდებოდა საკმაოდ მკაცრ ბუნებრივ პირობებს, მკაცრ მებრძოლ ხასიათს და ასე შემდეგ. ამიტომ საერთოდ მაგიურ ტრადიციებს შორის რუნები არ ითვლება მაინც და მაინც მსუბუქ, იოლ და მარტივ მაგიურ მიმართულებად. აგრეთვე შემიძლია აღვნიშნო, რომ თითოეული რუნა შედგება ორი ძირითადი მახასიათებლისგან და ორი ძირითადი დეტალისგან, რომელიც დიდი ხნის წინ შევამჩნიე და შემდგომ რა თქმა უნდა გარკვეული ლიტერატურისა და წყაროების მეშვეობით დამიდასტურდა. თითოეული რუნა შედგება ორი ძირითადი ნაწილისგან, ეს არის ისა და ეს არის კენო. აქ გვაქვს ჩვენ რუნა ისა და აქ არის კენო. ისა თავისთავად განასახიერებს ყინულს, ხოლო კენო განასახიერებს ალს, ცეცხლს. და ნებისმიერ რუნაში თქვენ შეგიძლია აღმოაჩინოთ, რომ თითოეული რუნა შედგება ვერტიკალური სვეტისგან, ანუ ისასგან, აი მაგალითად ნაუთისი და შედგება აგრეთვე კენოსაგან, ანუ დიაგონალურად დახრილი ხაზებისგან, მაგალითად შეიძლება იყოს ეს ხაზი, შეიძლება იყოს აქ აღებული ესეთი ხაზები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერიც რა თქმა უნდა არ ვახსენეთ ტყუილად და ტყუილად არ არის ამ ფორმით შექმნილი. სკანდინავურ რწმენებს თუ დაუკვირდებით და ძველ მითოსს, მათი აზრით სამყარო შეიქმნა ყინულისა და ცეცხლისგან ამ ორი დიდი ძალის შეტაკებით. შესაბამისად, აქაც არის რა თქმა უნდა ეს ცოდნა შეტანილი და გარდა ამისა ძალიან ბევრი საინტერესო და ღრმა დეტალები რუნებში დაფარული, რომლის განხილვაც რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნება შემდგომ მომავალში. თუ დაგაინტერესათ ამ თემამ და თუ მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და მოიწონეთ ვიდეო და თუ გექნებათ სურვილი, რომ შემდგომშიც გადავიღო ვიდეოები რუნებზე, მაგალითად განვიხილო თითოეული მათგანის მნიშვნელობა და მახასიათებლები, აუცილებლად დამიკომენტარეთ. დღეისათვის სულ ეს იყო და ეს გადავწყვიტე, რომ რუნებთან დაკავშირებული პირველი ვიდეო ამ არხზე ყოფილიყო ძალიან ზოგადი, რათა ზოგადად პუბლიკა, ვინც რა თქმა უნდა არ იცნობს ამ თემას, ასე თუ ისე ყოფილიყო გაცნობიერებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის რუნები და თავისთავად რას წარმოადგენს ეს საინტერესო სიმბოლოები. დროებით გემშვიდობებით, ნახვამდის.